პროექტი დატვირთული იყო გასართობი, სპორტული. ჩვენ შეძელი ძალიან ბევრი საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაც ამავდროულად და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი არის. და რომ არა ჩვენი მართლაც ღირსეული სამხედროების ზონა სერჟანტების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. წარმატებები. აი, წარმატებები. წარმატებები. თავიდან მართალია პირველი ორი დღე ცოტა რთულია შესაჩვევად, მაგრამ შემდეგ რომ შევეჩვევით ჩვენ ცაკ გარემოს სერჟანტებსაც, სერჟანტები იყვნენ ჩემთვის ძალიან პროფესიონალი ადამიანები, იმიტომ რომ რა კითხვაც არ უნდა გამჩენო და ყველაფერზე პასუხი მივიღე და დაუკმაყოფილდი და ამის გამო ურჩევ ჩემტოლ ბავშვებს, ბიჭებს, გოგონებს რომ წამოვიდნენ, იმიტომ რომ მაინც კარგი გამოცდილება არის და კარგი ემოციები წავალთ აქიდან. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სერჟანტების მეგობრული ხასიათები და ქცევები ჩვენს მიმართ. ასევე ძალიან მომეწონა თითოეული აქტივობა და გამოვარჩევდი სამედიცინო კუთხის აქტივობას, რადგან მომავალში მინდა სამედიცინოზე ჩაბარება. ჯარის ბანაკში ყველაზე მეტად საინტერესო არის პირველად სამედიცინო გადაუდებელი დახმარების კურსებს გადიხარ სპორტულ აქტივობებს და ეჩვევი იმ ცხოვრების სტილს, რაც აუცილებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯარის ბანაკზე ყველა ზოგადად ძალიან კარგად საუბრობს, ძალიან კარგი შტაბ-ეცილება აქვს ყველას და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან ერთად ყოფებს, ძალიან ბევრ წყდება გული, რომ დღეს თავდება ეს ყველაფერი და ყველაფერი არის ძალიან მაღალ დონეს, ძალიან მაღალ ხარისხზე და რაც შეეხება სერჟანტების დამოკიდებულებას, არის იდეალური. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან აღრმავებს პატრიოტულ სულისკვეთებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე ინფორმაციას აწვდის თავდაცვის ძალების შესახებ.